სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსის, მეორესა კვირიაკესა ზედა. და იხილნა იესოს ხვანი ორნი ძმანი, იაკობ ზებედესი და იოანე ძმა იმის და უწოდა მათ, ხოლო მათ მეხსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამაი მათი და მისდევდეს მათ. ეს საკითხული სახარება მოგვითხრობ ჩვენ ძმანო ქრისტიანებო, როდის და რა სახით ამოირჩია უფალმან 12 მოციქულნისთვის. მოთხრობასაა მაშინა უმეტესად მიიზიდავს ჩვენს ყურადღებასა ის, რა ერთგულად მიიღეს აღმორჩეულთა ამათ წოდება უფლისა და მსწრაფ შეუდგნენ მას. და იხილა იესოს ხვანი ორნი ძმანი და უწოდა მათ, ხოლო მათ მეხსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამაი მათი და მისდევდეს მას. აჰარა სახით ჰქონდა გული უბრალოდ ამათ მეთევზულთა გამზადებული სმენად ღვთის წოდების. რა კი მაცხოვარმან იხმო იგი, აღარც ეჭვი, აღარც შიში, აღარც რყევა რომელიმე, ანუ სიყვარული მშობელთა, ანუ სიყვარული მონაგებთა, აღარ დააბრკოლებს მათ. გული ეთქვის მათ, რომ კეთილ არს წოდება ესე, ჭკუა მათი შეაგონებს, რომ იგინი ვერ იშოვნიან ამაზე უკეთესსა მოძღვარსა და განმანათლებელსა. სინდისი ამხილებს მათ, რათა არა დაჰკარგონ კეთილი ესე შემთხვევა, არამედ ისარგებლონ მით და იგინი მაშინვე დაემორჩილნენ ხმასა უფლისასა. ხოლო მათ მეხსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამაი მათი და მისდევდეს მას. აჰა ძმაო საყვარელო, კეთილი მაგალითი და სწავლა შენთვის, თუ გსურს მიღება სწავლისა და მაგალითის. როდესაც ღმერთი გიწოდებს შენ, რა სახითაც გინდა გამოგიჩნდეს წოდება იგი, ნუ ღარ ხოვნი, ნუ მიზეზო, არამედ მაშინვე ისმინე ხმა უფლისა და შეუდეთ მას. როდესაც მაცხოვარი ასწავლიდა ერთსა, იგი ხშირად ესრეთ დაასრულებდა ქადაგებასათვისა, რომელსა ასხენ ყურნი სმენად ისმინე. შეიძლება და საჭიროც არის შენდამიც მოვაქციო სიტყვა ესე. თუ გაქვს ძმაო ყური სმენად ღვთის წოდებისა, თუ გული გაქვს გამზადებული მიღებად სიტყვისა ღვთისა, თუ ჭკუა შენი არ არის განდრეკილი, არამედ სურველი მიღებად ღვთისაგან მოვლინებული სასწავლისა, ყური დაუგდე შენს წოდებასა ღვთისასა. მისთვის, რომ ღმერთი მრავალგზის და მრავალფერად გიხმობს შენცა, რომელსა ასხენ ყურნი სმენად ისმინე. შენთვისაც იყო ეს მაგალითი და სწავლა, რომელი გესმა დღეს წარკითხულისა სახარებისაგან. ისმინე იგი და იყავ მობაძავ კეთილ გონიერთა მათ მეთევზეთა. ღვთისაგან არის ყოველი იგი შემთხვევა, როდესაც გული შენი გართული სოფლისა ამის ამოვებასა შინა, უცბად გაიხსენებს ღმერთსა, შეწუხდება რომლისამე მიზეზისა გამო. მოსწყინდება მონება ცოდვისა და ისურვებს მიქცევად ღვთისადმი. ხშირად სინდისი შენი ტვირთ მძიმე ცოდვისაგან სწუხს და იურვის, გაიძულებს და გდევნის მიქცევად ღვთისადმი. გარნა საუბედუროდ, ნაცვლად მისა, რომ ყური დაუგდო ესრეცა შენსა შინაგანსა მდგომარეობასა და მიიღო იგი ვითარცა წოდება ღვთისა და შეუდგე ხმასა უფლისასა და მისდევდე მას. შენ თვითონ დააჩუნებ სინდისსა შენსა და მით გააუქმებ წოდებასა ღვთისასა. ღვთისაგან არის ისიც, როდესაც შეგემთხვევა რომელიმე უბედურება, როდესაც შენ ხარ შეწუხებული ანუ სიკვდილითა, ანუ სიღარიბითა, ანუ სნეულებითა. ყოველთა ესრეთთა შემთხვევათა კაცნი ღვთის მოშიშნი და ღვთის მოსავნი მიიღებენ ვითარცა ღვთისაგან მოვლინებულსა წოდებასა. შეიმუსრიან გულთათვის და დაემორჩილებიან სიმართლით დამსჯელსა მარჯვენესა ღვთისასა და ცდილობენ, რომ სინანულითა, მოთმინებითა და მორჩილებითა გაისწორონ ცხოვრება თვისი და შეიქმნენ ღირსნი ღვთის მოწყალებისა. ანუ იქნება ღმერთმა გიწოდა შენ კიდევ სხვითა სახითა, იქნებ მან მოგცა შენ პატივი და დიდობა შორის მოყვასთა შენთან, იქნებ შეგამკო ჭკუითა, სწავლითა ანუ სიმდიდრითა. კაცი გონიერი და ღვთის მოშიში ამათაც მიიღებს ვითარცა ღვთის წყალობასა და უმეტესად შეიყვარებს მას. გარნა შენ საუბედუროდ, ნაცვლად ამისა გული გაქვს გაქავებული. ყოველი ესრეთი შემთხვევა ხშირად უმეტესად გაშორებს ღვთისაგან და არათუ მიგაახლებს მას. ერთი სიტყვით, რაოდენგზის გული შენი გრძნობდა წოდებასა ღვთისასა, რაოდენგზის გეტყოდა იგი შენ, თუ რო არის მიქცევად ღვთისადმი და დატევება ყოვლისა ამ სოფლის ბოროტებისა და ცოდვისა.
რაოდენგზის გული გიწუხდა, სინდისი გაიძულებდა, ნეტარ ხარ მაშინ, თუ ისმინე წოდება ღვთისა და მსგავსად მოწაფეთა შეუდექ იმას. გარნა საუბედუროდ, ხედავ, რომ შენ მაინც მარადის აუქმებ წოდებასა ღვთისასა და ყოველნი ღვთისგან მოვლენილი სწავლანი დარჩნენ შენთვის უსარგებლო. რისთვის? რა არის მიზეზი საშინელისა ამის შენის დაუდევნელობისა და უზრუნველობისა? ის რომ შენ დიდად არაფასებ წოდებასა ღვთისასა, ვითარცა დააფასეს მოწაფეთა ქრისტესთან. უბრალოდ ამად მეთევზეთა ისე დიდად დააფასეს წოდება ქრისტესი, რომ არათუ მეყსეულად დაუტევეს ნავი თვისი, ესე იგი ყოველი ქონება თვისი, არამედ მშობელნიცა თვისნი. შენგან ღმერთი არ მოითხოვს ესოდენ სამსხვერპლსა, რომ დასტოვო ყოველი შენი საქმე და ღმერთი ყოველი შენი საქმე და ქონება და შეუდგე ღვთისმსახურებასა. ესრეც სამსხვერპლსა ღმერთი მოითხოვდა და მოითხოვს, მხოლოდ რომელთა მიერ შეულთადა, რომელთა მე საკუთართა შემთხვევათა შინა. შენთვის ისიც საკმაო იქნება, რომ მხოლოდ წოდებასა ღვთისასა და ღვთისმსახურებას ააფასებდე უდიდესად ყოველთა სხვათა საქმეთა შენთან. არ გავიწყდებოდეს ეს სიტყვა მაცხოვრისა, სული უფროს არ საზრდელისა და გვამის ამოსვლისა. ანუ ესე, რა მიუძღოს კაცმან ნაცვლად სულისა მისისა. და სულის ცხოვნების საქმე წინა უვიდოდეს ყოველთა შენთა საქმეთან. და რადგანაც სულის ცხოვნება შეიძლება მხოლოდ სარწმუნოებითა, სასოებითა, სიყვარულითა და სიმართლითა, ერთი სიტყვით ყოვლითა სათნოებითა, მაშა სადამე ზრუნვა და შეძენა ამათი უმეტესად ყოვლისა უნდა გაწუხებდე შენ და მიგაჩნდე შენ უდიდეს სხვათა ყოველთა შენთა საქმეთან. ბოლოს ყოველნი სხვანიცა შენი ამ სოფლის საქმენი შრომა და ზრუნვა ისე დააწყო, რომ იგინიცა შეგეწეოდენ ერთსა ამას და უმთავრესსა საქმესა, ესე იგი სულის განათლებასა და ცხოვნებასა, რომელიცა მოგცეს ჩვენ ღმერთმა. ამინ. შეგვეციოს გაბრიელ ეპისკოპოსი და დღეს ხსენებული ათონელი მამების მეოხება, რომ აი ეს ძალიან მოკლე, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ქადაგება ჩვენს გულებამდე ჩავიდეს. უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ეს არის ის პირველი ნაბიჯი, რომელიც ყველა ქრისტიანმა უნდა გადადგას, თითოეულმა ჩვენთაგან. ამ ნაბიჯის გარეშე არ არსებობს ქრისტიანობა. ამ ნაბიჯის გარეშე თუ ადამიანი ფიქრობს, რომ ქრისტეს მოწაფეა, იგი საკუთარ თავს იტყუებს. და რა ხშირად ვიქცევით ესე გულწრფელად რო ვთქვათ. რა ხშირად გვემართება ხოლმე, აი თუ გახსოვთ ერთი მდიდარი ჭაბუკი რომ მივიდა მაცხოვართან. ჩვენგან განსხვავებით ის ყველა მცნებას ასრულებდა. მაგრამ რაღაც ქონდა მას, რაც ვერ დატოვა. აი მასაც მოუწოდა უფალმა და უთხრა, რომ წადი გაყიდე ყველაფერი და მოდი და მე შემომიდექი. და დამწუხრდა ეს ჭაბუკი და წავიდა. აი რა ხშირად აღმოვაჩენთ ხოლმე ჩვენს გულში რაღაცას, რის გამოც აი ამ ჭაბუკივით ვიქცევით ხოლმე და თითქოს ერთხელ მისულები მაცხოვართან, თითქოს მისი მაძიებლები ისე უკან გავდივართ ხოლმე. ვერ ვიტყვით ეხლა, რომ თქვათ ჩვენ აქ მდგომარენი არ უსმენთ უფლის სიტყვას და არ გვაინტერესებს ხო მისი სიტყვა, ამას ვერ ვიტყვით. მაგრამ ფაქტია, რომ არც ისე ვიქცევით, როგორც მისი ჭეშმარიტი მოწაფეები უნდა იქცეოდნენ. არც ისე ვართ უფლის სიტყვაზე შეყვარებულები, როგორც მისი მოციქულები იყვნენ. მიიღეს რა ერთხელ წოდება მისი, რომ არასდროს აღარ განშორებიან მას. არასდროს. ესეც არა ვართ. აი უფრო იმიტომ ვიძახი, რომ ვემსგავსებით ჩვენ აი იმ ჭაბუკს, რომელსაც ჰქონდა სურვილი, რომ ცხონება დაემკვიდრებინა და ამ სურვილით ანთებული მივიდა მაცხოვართან და ეკითხება მას, ხო? მაგრამ სამწუხაროდ მიიღებს რა პასუხს, მისთვის რაღაცა უფრო ძვირფასი აღმოჩნდება და ის ტოვებს უფალს. აი ხშირად, ძალიან ხშირად ესე ვიქცევით ჩვენ. ძალიან ხშირად სამწუხაროდ. ამაზე არ ყურადღება მისაქცევი და ამაზე უნდა ფიქრობდეს ყველა ქრისტიანი თავის ცხოვრებაში, ყველაზე მეც. და სულ ბოლო აბზაცი, აი მოკლე აბზაცი და რა კარგად გვეუბნება, აი მოკლე მითითებებს გვაძლევს წმინდა მღვდელმთავარი, რომ რაზე უნდა გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება, ხო? გვეუბნება, რომ იფიქრე ამაზე, შენ იმას არ გთხოვს მაცხოვარი,
რასაც რჩეულებს თხოვს, ხო? რომ საკუთარი თავი და ყველაფერი გადადო, მოიძულო ყველაფერი და მთლიანად შენი თავი მიუძღვნა ღვთისმსახურებას. ამას ერთეულებს თხოვსო. მათვისაც ეს შეუძლიათ. მაგრამ შენ გთხოვს და გეუბნება, ნახეთ რა, სულ ორ ხაზში ატევს ამას წმინდა მღვდელმთავარი. გახსოვდესო, სული უფრო მეტია ვიდრე გვამი. ანუ სხეული. და რომ სულის სანაცვლოდ ვერაფერს ვერ წარუდგენ უფალს. აი ეს გახსოვდესო და ყველა შენ საქმეს ეს წარუძღვანე წინ. ისე რომ დაფიქრდი ადამიანი, აი ამ ორ რამეს თუ დაიმახსოვრებ, ოღონ ნამდვილად თუ დაიმახსოვრებ, ალბათ აღარასდროს აღარ შეცოდა. და ეს ორი რამე რომ ავიწყდება ადამიანს, აი მაშინ იწყება ხოლმე მისი პრობლემები, მაშინ იწყება არეულობა, შფოთი მის სულიერ ცხოვრებაში. იმიტომ რომ აი ეს ორი რამე ავიწყდება, რომ სული უფრო ისა საზრდელისა და გვამის ამოსვლისა და რომ სულის სანაცვლოდ ის ვერაფერს ვერ წარუდგენს უფალს. აი ღმერთმა შეგვაძლებინოს რომ ეს ყოველთვის გვახსოვდეს. ამაზე ყოველთვის ფიქრობდით. რომ თუ ესე იქნება, აი დამიჯერეთ რომ უფრო მეტად მივეწებებით უფალს. აი რატომ მიიღეს მოციქულებმა ესე სწრაფად მაცხოვრის სწავლება? იმიტომ რომ ისინი ეძებდნენ მას. ისინი ელოდებოდნენ. ხსნელს ელოდებოდნენ და ეძებდნენ. ფიქრობდნენ ამ ქვეყნის ამაოებაზე. ეს ისე ხო არ იყო რომ მათ რაღაც ისინი ამ ქვეყნიურ საქმეებში იყვნენ გართულნი, არ აინტერესებდათ ეს არაფერი და უცბად ესე არ იყო. ვიცით ხო რომ ჩვენ ისინი იყვნენ იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები, ხო? და პირველად ანდრიამ და იაკობმა სწორედ იოანესგან გაიგეს მაცხოვრის შესახებ, გახსოვთ ხო? ანუ მათი ცხოვრება არ იყო ცარიელი, არ იყო გაფანტული, არ იყო მთლიანად მიწაზე მიჯაჭვული. ისინი მათ რაც შეეძლო თვითონ იმას აკეთებდნენ. მათ ჭირდებოდათ მხსნელი და როგორც კი ეს მხსნელი დაინახეს, აი იმ წუთას ჩაებღაუჩნენ მას და არ გაუშვეს. აი გახსოვთ ხო ფილიპე ნათანაელთან რომ მიდის რას ეუბნება, რომ ვპოვეთ მესია. ანუ ვიპოვეთო ის ვისაც ვეძებდით ვიპოვეთ, მოდი უნდა განახოთ. აი ადამიანი ამ ძიებაში თუ არ არის, მაშინ რა თქმა უნდა ის გაფანტული ცხოვრებით ცხოვრობს და ძნელია რომ ასეთ ადამიანს რაიმე სულიერზე დააფიქრო. აი მაშინ ესეთ ადამიანს უკვე ღვთისხელი ჩაერევა ხოლმე და რაზეც აქამდე საუბრობდა წერილის დასაწყისში. წმინდა მღვდელმთავარი აი ეს ემართება ხოლმე. მაინც მოუწოდებს ადამიანი, გამოაფხიზლებს, სხვადასხვა უბედურებით იქნება ეს თუ ბედნიერებით პირიქით. სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა რამ ჭირდება და ეს მხოლოდ ღმერთმა იცის. ჩვენ მაგლიერებით უნდა მივიღოთ ერთიც და მეორეც, რომელიც დაეშვება უფლისაგან, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ხდება სწორედ იმისთვის, რომ ადამიანი გამოფხიზლდეს და მოусმინოს უფალს, როდესაც ის მას ელაპარაკება და რაზე ელაპარაკება? მისსავე გადარჩენას. მაგრამ სამწუხაროდ, აი ძალიან ხშირად, როდესაც არათუ სხვა შესაუბრები, შენ თვითონაც რომ კითხულობ, მხსნელი, მაცხოვარი, გადამრჩენელი, სახარება თუნდაც, ადამიანისთვის ეს სიტყვები ცარიელი რჩება ხოლმე. კიდევ ვიმეორებ, არა ურწმუნოს რო ელაპარაკები, არა ხანდახან შენ თვითონ რო კითხულობ, ვერ გრძნობ ხოლმე აი ამ სიტყვების შინაარს. რატომ? იმიტომ რომ იმ წუთას შენ არ გჭირდება მხსნელი. იმდენად არის შენი გონება გართული სამოსელზე და საზრდელზე ზრუნვაში, რომ მხსნელი დაგავიწყდა, არ გჭირდება. აი იმიტომ რჩება მერე ის სიტყვებიც არიან. აი მათთვის აი ტარიგი ღმრთისა, რომელმან აღიქვეს ცოდვანი სოფლისანიო იოანე ნათლისმცემელმა რო უთხრა მოწაფეებს, მათთვის ეს ცარიელი სიტყვები არ იყო, იმიტომ რომ ისინი ცოდვებით დამძიმებულები იყვნენ. მათ მხსნელი ჭირდებოდათ
როგორც კი ეს სიტყვები გაიგეს, იმ წუთას მიყვებიან მას. მასთან გვიანობამდე რჩებიან და უსმენენ მის მაცხონებელ სწავლებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ რომ მხსნელი ჭირდებოდა. აი ჩვენ სამწუხაროდ ძალიან ხშირად მხსნელი არ გვჭირდება, ისევ ცხოვრობთ. ძალიან ხშირად გვავიწყდება, რომ სული უფრო მეტია ვიდრე საზრდელი და მის ნაცვლად ვერაფერს ვერ მივცემთ უფალს. აი ეს ძალიან ხშირად გვავიწყდება, მთლიანად მიწას მივეწებებით და აი მაშინ ჩვენ მხსნელი არ გვჭირდება. მაშინ გვავიწყდება ქრისტე, მაშინ ჩვენთვის სხვა რაღაცა უფრო ძვირფასი ხდება. თავიდან ბოლომდე ჩავეფლობით ხოლმე ამაში. მერე მადლობა ღმერთს, ღმერთი ისე მოწყალებას მოიღებს, რაღაცას დაუშვებს ჩვენზე, გამოგვაფხიზლებს, ისევ მოგბრუნდებით ხოლმე. მერე ისევ დაგვავიწყდება, ისევ წავალთ, მერე ისევ ღმერთი მოგვაბრუნებს ხოლმე და მთელი ჩვენი ცხოვრება მოდით ვაღიაროთ, ეს არის სხვა თუ არა. უფრო მძიმე თუ არა. მთელი ჩვენი ცხოვრება ეს არის, რომ ჩვენ გავრბივართ უფლისგან და უფალი მოგვიზიდავს ისევ თავისთან. ჩვენ ისევ გავიქცევით, ის ისევ მოგვიზიდავს. მთელი ჩვენი ცხოვრება ეს არის, მაგრამ საშიში ამ მდგომარეობაში ის არის, რომ ერთხელაც შეიძლება ეს დასრულდეს. ერთხელაც შეიძლება უფალმა უკან აღარ მოგიყვანოს. ისე გაგიქვალდეს გული, რომ უფალმა უკვე ვეღარ შეძლოს მისი გალღობა. აივსოს ესე ვთქვათ, უფლის მოთმინების ფიალა. წმინდა თეოფანე დაყუდებული ამას ძალიან ხშირად გვაფრთხილებს თავის გადაგებებში, რომ ფრთხილად იყავი, რომ შეიძლება ეს ბოლო იყოს. აი ადამიანი შეიძლება მთელი ცხოვრება რაღაცას აკეთებდეს და შეიძლება ერთი ის რომელიღაცა იყოს ბოლოწვეთი, რომლის მერეც დამთავრდება, უკვე ვეღარ შემოტრიალდება ეს ადამიანი ღვთისაკენ. ამის უნდა გვეშინოდეს. ღმერთი არის მოწყალე, უსაზღვროდ მოწყალე. უსაზღვროდ მოწყალე, მაგრამ აი ჩვენი გული შეიძლება ისე გაქვალდეს, რომ უკვე ეს აღარ მიიღოს. ღმერთმა გვიშველოს, ღმერთმა გადაგვარჩინოს ამისგან და ღმერთმა კიდევ ერთხელ გავმეორდები, ჩანერგოს ჩვენს გულში და გონებაში ის, რომ სული უფრო მეტია ვიდრე საზრდელი. სული არის უკვდავი, სული არის ის, რაც გაყვება ადამიანს მიღმიერ სამყაროში. და ამაზე ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ უფრო მეტი ვიზრუნოთ, ვიდრე ხორცზე, რომელიც არის ხრწნადი და წარმავალი. ღმერთმა დაგლოცოთ და გავგრძელოთ.